უკრაინის მიმართ საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერის მიუხედავად კიევიდან დღესაც მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა. უკრაინას მორალისტების დარიგებები არ სჭირდება. ასეთია უმაღლესი რადის სპიკერის გზავნილი. ასე სტეფანჩუკი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, რომელმაც ომის პირობებში გაწეული დახმარების და გამოჩენილი სოლიდარობის შესახებ აღნიშნა. ნინო არღლიანია პირდაპირ ეთერში. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გაეროს რეზოლუციაზე თბილისის მხარდაჭერას კიევი ისევ არაფასებს. ეს ჩანს უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში, რომელმაც დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისთვის მხოლოდ წესიერების მინიმალური დონეა და რომ მათ ნამდვილი მოკავშირეები სჭირდებათ. რა არის ნამდვილი მოკავშირეობა? რუსლან სტეფანჩუკის წერილს წერილით უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც კოლეგას უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები და ქმედებები შეახსენა, რომელიც მიზან მიმართულად ანგრევს ორი ქვეყნის ურთიერთობებს. გაეროს რეზოლუციისთვის მხარდაჭერა, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ნამდვილად არ არის ქველმოქმედება ან გმირობა. ეს ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა 2026 წელს. უკრაინას სჭირდება ნამდვილი მოკავშირეები, ისინი, ვისაც ესმის რაშისტულ ბოროტებასთან ბრძოლაში კომპლიმენტებს კი არ ითვლიან, არამედ აფასებენ პოზიციასა და მხარდაჭერას. ძირფასო რუსლან, მართალია სიტყვას აწონვა და ისე თქმა უნდა. აწონვა უნდა და პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინაში საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა, რაც დღემდე ასერჩება. ელჩი, რომელიც ბომბების ქვეშ მყოფ კიევში ბოლომდე დარჩა. მაშინაც კი, როცა ყველა სხვა ქვეყანამ საელჩო დაკეტა და კიევი მიატოვა. აწონვა უნდა და პრეზიდენტ ზელენსკის იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია იმ მოტივით, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა სახელმწიფო მობილიზებით უკრაინაში მოხალისეების გაშვებაზე და ომში პირდაპირ ჩაბმაზე. აწონვა უნდა და პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის წამება და მოკვლის მცდელობა დააბრალა. ისევე როგორც აწონვა სჭირდებოდა მის მანამდელ გადაწყვეტილებას თავისთან შეეფარებინა ქართული დიქტატორი. აწონვა უნდა და პრეზიდენტ ზელენსკის იმ გადაწყვეტილებასაც, რომლითაც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების წევრები არასასრულო პირებად გამოაცხადა მაშინ, როცა სწორედ ამ ხელისუფლებამ 10,000-ობით უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა და მათ უსაფრთხო თავშესაფარი მისცა. აწონვა უნდა და უკრაინის სხვადასხვა დელეგაციის მიერ საერთაშორისო ფორუმებზე ქართული ხალხის მიმართ მტრული რეზოლუციების და გადაწყვეტილებების მხარდაჭერას. რადგან სწორედ საპირისპირო ქცევა იქნებოდა ის, რასაც თქვენ წესიერებას უწოდებთ და რასაც ქართული დელეგაციები უკრაინასთან მიმართებით შეხსენების გარეშეც აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, გადახედავდით გაეროს რეზოლუციაზე, ვინ მიხვდა თქვენს მიერ ნახსენებ წესიერების სტანდარტს. და ბოლოს, აწონვა უნდა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების იმ განცხადებებსაც, რომლითაც საქართველოს ომში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ. ამიტომ დიახ, უკრაინის ხელისუფლებას ყოველ ჯერზე რომ აეწონა საკუთარი სიტყვები და ქმედებები ქართული ხალხის მიმართ, არც ჩემი შეფასება და არც თქვენი პასუხი საჭირო არ იქნებოდა. საქართველოს გამორჩეული სოლიდარობა აქვს უკრაინელი ხალხის მიმართ იმ ისტორიული გამოცდილების გამო, რომელიც ჩვენ თავადაც გამოვიარეთ და რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენც ჯერ კიდევ ბრძოლაში ვართ, ჩვენც ყველა უცხოური ხელისუფლებისგან ველით სიტყვების ზუსტად ისევე აწონვას საქართველოსთან დაკავშირებით, როგორცაც თქვენელით. უკრაინის ხელისუფლება აქ გამონაკლისი ვერ იქნება. მეგობრობის საპასუხოდ თავდასხმა და ცილისწამება ვერც ღირსებად და ვერც მადლიერებად ვერ ჩაითვლება. მეგობრობა ორმხრივია და მეგობრობაში საქართველო პირნათელია. ამ პოლიტიკის ფონზე, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობდა, საქართველოს ბოლო 4 წლის განმავლობაში უკრაინის მხარდასაჭერ 1000-მდე დოკუმენტ შეუერთდა. ბოლოს მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც, როგორც გითხარით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდება. ამ დოკუმენტს მხარი 107 ქვეყანამ დაუჭირა, 51-მა კი თავი შეიკავა. მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატები, უნგრეთი და სომხეთი. მადლობა ნინო არღლიანს.